ერთი პრობლემა გვაქვს სინამდვილეში ჩვენ რა. ყურანის მიხედვით მე როგორც ვიცი თუ შემეშლება მითხარი. იესო ხო არის ღვთის სიტყვა. ამ თქვენ თვლით რომ მოციქული არის და ღვთის სიტყვა არის, ხო ეგრე არის? ამავე. ღმერთის სიტყვის გამავრცელებელი. კი ბატონო. პრობლემა იმაშია რომ თქვენ წიგნში წერია რომ ჩვენი წიგნიც ღვთის სიტყვა არის და ჩვენ წიგნში კიდე რაც წერია იმის მიხედვით თქვენი წიგნი შეცდომაა. ჩვენ წიგნში წერია რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. წმინდა სამების ერთ-ერთი წევრი. თქვენ მაგას უარყოფთ. მოდი ზურაბ ძმა მომისმინე. იოანეს 27 წაიკითხეთ. მე მახსოვს ეტია. ხო წაიკითხეთ. თომას იყოძე ამბობს. მახსოვს, აპირად მახსოვს. იოანე მე-20 თავში მიდიხარ ხა. იოანეს მე-20 თავამდე აქ 19 თავი დაწერილი. ნახე, იოანე შენგან დაბნეულობას არ ელოდება თუ კარგად წაიკითხავ. ნახე, იოანემოს დასაწყისში იყო სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. მე-14 მუხში ამბობს რომ სიტყვა იქცა ხორცად. იერემია 32-27 მუხში წერია რომ ღმერთი არის ყოველი ხორციელის ღმერთი. იესო ქრისტე რომელიც ღმერთთან იყო და ღმერთი იყო ხორცად თუ იქცა ხორცი თუ შეიძინა, იესო ქრისტეს ხორციელ ანუ ადამიანურ ბუნებას თავისთავად ღმერთი ეყოლებოდა. ამიტომ ამბობს იესო მივდივარ ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. ჩემ ღმერთთან რატომ ამბობს? იმიტომ ამბობს რომ მის ადამიანურ ბუნებას ღმერთი ყავს თავისთავად, იმიტომ რომ ღმერთი ყოველი ხორციელის ღმერთია და რადგან ხორცი შეიძინა ღმერთი ყავს და იგივე სახე იმავე თავში არ არის თომა ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი 20-28-ში და იმას რაღაცო აღარ კითხულობ. ან იოანეს მაქამდე რატო არ კითხულობ ეგრევე? ანუ ისლამ შენ უარყოფ რომ ქრისტიანების სახარებაში წერია რომ იესო ქრისტე ღმერთია, ანუ მაგას უარყოფ შენ? არ წერია და პირდაპირ სადმე არ წერია რომ იესო არის ღმერთი. წერია ისლამ. როგორ არ წერია კაცო? ზუსტად მაგავე თავში შენ რაც მოიყვანე ხო თომას ეუბნება სიტყვა სიტყვით ეგეთ რაღაცას რომ როდესაც იხილავს ხო მის ჭრილობებს ამბობს ეგეთ რაღაცას იხილა თომამ და უთხრა მას უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი ან მას უთხრა ეგრე არის სიტყვა სიტყვით და ამაზე ქრისტეს პასუხი არის შემდეგი რომ ნეტარი ხარ რამე თუ იხილე და უფრო ნეტარები არიან ისინი ვისაც არ უხილავთ და სწამთ ანუ ქრისტესთვის დეფინიცია იმის საქმის რაც თომამ გააკეთა აღიარება ქრისტეს უფლად და ღმერთად არის ნეტარი მორწმუნის მდგომარეობა. ნახე ისლამ ძალიან უცნაურია შენ რომ მაგ არგუმენტს იძახი, იმიტომ რომ როგორც წესი მუსლიმები ეგეთ შეცდომას არ უშვებენ ხოლმე. ისინი უბრალოდ ამბობენ რომ ჩვენი ასე ვთქვათ წერილი მერე შეიცვალა, მერე ასე ვთქვათ შეირყნა და ასე შემდეგ. ეგეთი მაგალითი მოყავთ ხოლმე, თორე ის რომ ეხა მუსლიმს ეთქვა რომ სახარებაში არ წერია რომ იესო ღმერთია, ეგეთი ალბათ ნუ პირველად მოხდა, არ ვიცი. ხო, არა ისლამთან მაგ წიგნში იოანე მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვანია რომ მახარებელის პერსპექტივიდან ჩვენ თუ კითხულობთ რა მახარებელი ყოველთვის, ანუ აი უნიკალური წერის სტილი აქვს 4-ვეს, მაგრამ ნუ განსაკუთრებით იოანეს, იმიტომ რომ იოანე ცოტა მოგვიანებით დაწერა და ნუ მაგრა არის დაწერა. ხე იოანე ყოველთვის რაღაცას, როდესაც განცხადებას გააკეთებს, ეგ რაღაც მთელ წიგნში ახსნილია. ხა ამ განცხადებას აკეთებს, ეგ განცხადება ახსნილია წინა თავში. შემდეგ თავში დასაკეთებს წინა თავი ამ განცხადებას, ანუ იოანე არ გაბნევს არასდროს, ანუ პირდაპირ წერია, ხო? ანუ მარტივი არის სინამდვილეში. თქვენი შეხედულებით იესო ხო ღვთის სიტყვა არის. ღვთის სიტყვას ხო ვერავინ ვერ შერყნის, ვერავინ ვერ გაამრუდებს. და ღვთის სიტყვა რომელიც მოგვიტანა იესომ არის რომ ის არის ყოვლადწმინდა სამების წევრი. და თქვენი წიგნი მაგას თუ ეწინააღმდეგება და თან გვეუბნება რომ ჩვენი წიგნი ჭეშმარიტება, ესე იგი შინაგან წინააღმდეგობას შეიცავს თქვენი წიგნი.